ხელოვნების ზალა ამ სახელწოდების ღონისძიება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მონაწილეობით მოეწყო. შშმ პირებმა ახალგაზრდა პოეტებთან ერთად ლექსები წაიკითხეს, გამოიფინა ნახატები, წარმოდგენილი იყო თექისა და თიხის ნამუშევრებიც. პროექტის მიზანი შშმ პირების უნარ-ჩვევების წარმოჩენა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ღონისძიება ორგანიზაციების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებებისთვის და აბროგაციის ინიციატივით ჩატარდა. ჩემი ნამუშევრიც არის წარმოდგენილი არის ზღვა და ხურვლები რა. ძალიან ორი დღე ვიმუშავე ამ ნახატზე და ვიცი რა. იმედი მაქვს მოეწონება ყველას. დღევანდელი ღონისძიება მართლაც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენი მთავარი ამოცანა და საზრუნავი არის სწორედ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხელშეწყობის პროგრამები. მათ ძალიან ბევრი შესაძლებლობები აქვს, ასე რომ ჩვენი შესაძლებლობებში უნდა დავდგეთ გვერდით და მოვახდენოთ მათი რეალიზაცია და ინტეგრაცია. ჩვენი ღონისძიება რომ დღეს ვატარებთ მათთვის საქველმოქმედო საღამოს, ეს არის გამოძახილი იმისა, რომ საზოგადოებამ უნდა გააერთიანოს შშმ პირები და ჩვეულებრივი პირები ერთიანად და ერთიან დონეზე უნდა განიხილონ ყველა ადამიანი.